მოდით დავიწყოთ იმის შეფასებით, თუ სად არის დღეს საქართველოს 18 წლის შემდეგ, მაშინ როდესაც გეოპოლიტიკური ვითარება რუსეთის და ჩვენს გარშემო რადიკალურად იცვლება, ჩნდება სხვადასხვა შესაძლებლობა, რა შესაძლებლობებს უშვებთ ხელიდან და ამის ნაცვლად რა ზიანი ადგება ჩვენ სახელმწიფოებრიობას იმ რიტორიკით, რომელიც აქვს მმართველ ძალას და რომელიც გულისხმობს იმას, რომ ეს ომი საქართველოს ტერიტორიაზე დაიწყო საქართველოს ომზე. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მე მქონდა საშუალება თქვენ წინა სტუმრისთვისაც ნაწილის მესმინა. სალომე დეტალებში გაიხსენეთ, როგორც ყოფილმა დიპლომატმა, მთელი ის ბრძოლა, რისი გადატანაც უწევდა იმ დროს საქართველოს და მის მეგობრებს იმისათვის, რომ რუსეთის მიერ შექმნილი ის მითი, რომლის ფარგლებშიც მან განახორციელა ინტერვენცია საქართველოს წინააღმდეგ, რაღაცნაირად ამ მითის ეფექტები შეგვემცირებინა. ეს მითი გულისხმობდა შემდეგ რამეს, რომ ჯერთი რა სააზროვნო პარადიგმაში ხდებოდა ეს რო ესმოდეს საზოგადოებას, ეს არის დრო, როდესაც დასავლეთს ჯერ კიდევ ჯერა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობით და ურთიერთქმედებით შესაძლებელი იქნება მშვიდობიანი თანაცხოვრება. აი ეს არის რაღაცა ლიბერალური ურთიერთთანაცხოვრების დამოკიდებულების თეორია იმარჯვებდა ამ დროს პოლიტიკურ კლასშიც, ბიუროკრატიაში და ასე შემდეგ. ამ დროს უკვე მიუნხენის ცნობილი სიტყვა პუტინს ნათქვამია და ის დაკავებულია რევიზიონიზმით, ან გადახედვით იმ წესრიგისა, იმ საერთაშორისო ნორმებისა და იმ წილისა მსოფლიოში, რომელიც მას ერგო, ამ შემთხვევაში როგორც რუსეთის პრეზიდენტს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ხო? ამ ყველაფრის რევიზიას ახორციელებს და ბუნებრივია ის ხედავს, რომ ამ სივრცეში პირველი რაც უნდა გააკეთოს, ეს არის შეაჩეროს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და მან ეს ყველაფერი შეფუთა შემდეგნაირად, რომ თითქოს არსებობდა რაღაც ტიპის ამბოხება, რომლის წინააღმდეგაც საქართველოს შეერაგებულმა ძალებმა გამოიყენა არაპროპორციული ძალა და რუსეთი მოგვევლინა როგორც მშვიდობის ყოფილი. ანუ მან ოპერაციას დაარქვა მშვიდობის იძულება. მშვიდობის იძულება გამოიყენა ზუსტად იგივე ტერმინოლოგია, იმიტომ რომ რუსეთი ხო ამ დროს იმეორებდა დასავლეთის სიმულაკრს ქმნიდა, ხო? თუ დასავლეთ შეეძლო სადღაც სერბეთში, კოსოვოში თუ იუგოსლავიაში ყოფილში ამის გაკეთება, მან თქვა რომ აი ამ სივრცეზე მე ვიქნები ის ძალა, რომელიც მშვიდობის იძულებას ოპერაციას ჩაატარებს იმისთვის, რომ მცირე ერები გადარჩნენ. ამიტომ იყო მთელი ეს მითები შექმნილი მძინარე ცხინვალზე, ეთნიკურ წმენდაზე ჩვენი მხრიდან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ეს ნარატივი აი იმ სააზროვნო პარადიგმაში, რომელზეც ვლაპარაკობდი, და პლუს მთელი ეს რუსული პროპაგანდის, Russia Today-ები, გაზპრომები, მოსყიდული პოლიტიკოსები, ამ ფონზე ძალიან გაჭირდა ქართული სიმართლის, როდესაც ჩვენ ვიყავით თავდაცვის მდგომარეობაში და ვიყენებდით ძალას, რომელიც არის აბსოლუტურად არის გაეროს ნორმებით, ყველანაირი საერთაშორისო ნორმებით აღიარებული, რომ ჩვენ თავის დაცვა გვიწევდა ამის აგვისტოში ამის ესე იგი დასავლეთის ბევრ დედაქალაქში მიტანა საკმაოდ ჭირდა. 2022 წლის რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მსოფლიოს იმ ნაწილისთვის, სკეპტიკური ნაწილისთვის გასაგები გახდა რუსეთის საგარეო პოლიტიკური და სამხედრო პოლიტიკური ზრახვები. ამ ფონზე უკანა რიცხვით ძალიან იოლი იქნებოდა ყველასთვის უკვე ახსნა ჩვენი სიმართლისა, ხო? სწორედ აი ამ მომენტუმს უშვებთ ხელს და დღეს ვიღებთ ვითარებას, როდესაც იმ ყველაფერს, რასაც გვაბრალებდა რუსეთი, დღეს საქართველოს პარლამენტში ეგრეთ წოდებული კომისიის სახით, ოფიციალური პირების განცხადებების სახით ამას იმეორებს. თავისთავად ეს არის გაშვებული შესაძლებლობა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ახლა საბოლოო ჯამში რაღაც ისტორიკოსები ხო არა ვართ, წარსული გვაინტერესებდა. ჩვენ ეს ყველაფერი გვჭირდება იმისთვის, რომ მომავალში, როდესაც ვილაპარაკებთ ამ ქვეყნის დეოკუპაციაზე, ტერიტორიული მშვენივრობის აღდგენაზე და ასე შემდეგ, გვერდში ყავდეს მსოფლიოში პასუხისმგებლიანი პარტნიორები, რომლებიც ჩვენს ამ პოზიციებს, როდესაც ამ თემებზე ვილაპარაკებთ, იქნება ეს ტერმინთა დაბრუნება, ტერიტორიული მშვენივრობის საკითხები, თუ იგივე შერიგების საკითხები, ჩვენ არ გაგვახსენებენ რაღაც მაგალითად ომის დანაშაულს, იმიტომ რომ ეს მკვეთრად შეასუსტებს მომავალში საქართველოს პოზიციებს. ამიტომ გვჭირდება ეს ყველაფერი დღეს. კიდევ ვიმეორებ, უკრაინაში რუსეთის ამ ფორმით შეჭრამ, როდესაც მან ეს ცნობილი ის მიერვე შექმნილი რაღაცა დამაჯერებელი უარყოფის, ხო, plausible deniability აღარც უცდია. როცა ეს
ფორმულა რუსული შეტევისა დასრულდა რუსეთის მოქმედებების ოფიციალურ საგარეო პოლიტიკაში ჩვენ გაგვიჩნდა შანსი რომ ის რაც მანამდე ძალიან რთულად მიმდინარეობდა ჩვენი მხრიდან აგრეთ სოფლიოსთვის რომ ჩვენ ვიყავით მსხვერპლი აგრესიის ეს მომენტი ეს ამ მომენტს ვკარგავთ ერთი მხრივ ეს არის პრობლემა თუმცა მეორე მხრივ ჩვენ ხედავთ რომ იცვლება ომის შინაარსი, იქმნება ახალი ტიპის ალიანსები, ჩდება, არ ვიცი, სამხედრო შეიარაღებული ძალების საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფის, საზოგადოებრივი მედეგობის მოწყობის საკითხები, ახალი ცოდნები ჩდება, რომელსაც ასევე ვერ ვითვისებთ. ხო, ჩვენ არ ვართ არსად არც ერთ ზურგით გავართ ამ ყველაფერს. უნაზე სამაგიეროდ შემოგვაქვს აქ რატომღაც ჩვენს ყოველდღიურობაში ტერმინი რუსოფობია, ცნება, რომელიც თავად რუსეთმა ჩამოაყალიბა აგრესიის გასამართლებლად და საქართველოს მოქალაქეებს უჩნდებათ განცდა, რომ ისინი შეიძლება დაექვემდებარონ რაღაც ტიპის სასჯელებს საკუთარი პოზიციის გამო, მაშინ, როდესაც რუსოფობია როგორც სოციალური ფენომენი უბრალოდ არ არსებობს საქართველოში და თან ვართ სრულ იზოლაციაში, აქტიურ იზოლაციაში. ეს არის იმ ყოველთვის ალტერნატივა, რაზეც თქვენ საუბრობთ და რეალობაში სამწუხაროდ ასეა. კი, ბევრი ასეთი საკითხია. ანუ ჩვენ ახლა ვართ, ვაღიარეთ, ჩვენ ახლა ვართ არაფორმალურად რუსეთის ორბიტაზე, იზოლირებული რუსეთის ორბიტაზე და რუსეთის ეს იზოლაცია გამოწვეული არა იმის გამო, რომ რაღაცად გლობალურ ძალებს, რომელიც არ არსებობენ, მისი ასე წარმოჩენის სურვილი გაუჩნდათ. არამედ იმის გამო, რომ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ეს ყველაფერი ნახა მთელმა მსოფლიომ. მედიანური თვალსაზრისითაც კი 2008 წლის აგვისტო და უკრაინა განსხვავდება. ეს ბევრად უფრო თანამედროვე ტექნოლოგიებით ამ ომის სისასტიკეების ნახვა ბევრად უფრო შესაძლებელი იყო გარდა იმისა რომ მასშტაბი ბევრად ვრცელია, დიდია და ასე შემდეგ, ხო? ამ ყველაფრის ფონზე ეს სოფლიურად ვინაიდან ხედავს ამ ყველაფერს საზოგადოებრივი რა ქვია, მაგაც მხარდაჭერა უკრაინის არის სოფლიოში ყველგან მაღალი. იმიტომ რომ მსხვერპლის მიმართ სოლიდარობა ეს არის ადამიანური და ბუნებრივი საქციელი და აგრესორის მიმართ აგრესორის მიუღებლობა. ანუ ამითი მინიმუმ ის მოქალაქეები არის სოფლიოს რომელიღაც წერტილებში, როდესაც უკრაინულ რაღაცა სიმღერას მღერიან, ან უკრაინულ დროშას გამოაკრავენ საკუთარ სახლზე, ამითი ახდენენ საკუთარი ადამიანურობის დადასტურებას. გესმით, იმიტომ რომ 21 საუკუნეში ყველამ ნახა ის რაც გააკეთა რუსეთმა უკრაინაში და ჩვენ ნაცვლად იმისა, რომ ჩვენთვის ძალიან ბუნებრივი იქნებოდა ქართველების ასეც აღმოჩნდა ქართველების მადლობა ღმერთს უმრავლესობისთვის. ყოველთვის თავი დავანებოთ, ეხლა მე თუშეთში ვარ და კახათილიძის აქვე ის არის. ანუ აქ ვერსად ვერ გაივლით, რო არ ნახოთ მაგალითად გიორგი ანწუხელიძის დროშით, ესე გამოსახულებით დროშები და კახათილიძე და კახათილიძე ეხლა რატო ვახსენე? კახათილიძე თუში იყო ასევე, რომელიც უკრაინაში დაიღუპა ბრძოლისას. ძალიან რეალიზებული ემიგრანტი იყო ამერიკაში ცხოვრობდა და იქიდან წავიდა უკრაინაში. უამრავი ქართველი სამხედროა უკრაინაში წასული. ანუ იმის თქმა უნდა, რომ ჩვენი საზოგადოებრივი რეაქცია, მათ შორის მებრძოლების რეაქცია, რომელიც ამ ომს შეუერთდნენ, იყო ძალიან ბუნებრივი, იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვესმოდა, რომ უკრაინაში რუსეთის დამარცხება ნიშნავს ამ ქვეყნისთვისაც პერსპექტივას და უკრაინაში რუსეთის თუნდაც ანუ არავის არ ქონდა გარანტია, რომ იქ ბრძოლის დინამიკა ასე შეიცვლებოდა, როცა ამ ბრძოლას უერთდებოდნენ. უბრალოდ ეს იყო სოლიდარობა, ისეთივე სოლიდარობა, როგორც არ ვიცი, ადამიანის ახასიათებს, როდესაც ხედავენ სულს და დაჩაგვრილს. უბრალოდ მებრძოლს შეუძლია, რომ იარაღით ხელში გააკეთოს ეს და ვიღაცას შეუძლია, რომ სადღაც დონაცია გააკეთოს, ან დევნილებს უპატრონოს. და ამას ეძახიან რუსოფობიას, გესმით? წარმოუდგენელი ამბავი.